ის მაგალითად მე რასაც უყურებ ავტოსფეროში ვარ და ძალიან მაგარია, ვარ ავტოსფერო, ძალიან მაგარია ტურისტული კომპანიები, მაგრამ მუშაობენ პარფიუმერია, როგორ წამლების სელი მუშაობს, საწყობებია, დიდი რაოდენობით შემოდის და ფარმაცევტული ბაზები არის და აქედან ნახევარ მსოფლიოში კიდევ. დუბაიში უნდა ჩამოხვიდე ბიზნესის გასაკეთებლად, ვინაიდან პირველ რიგში არის მარტივი, ახლო, ჩქარი. დღეს იყიდი და თუ მაინც ხვალ ჭირდება, ხვალ საქართველოში გეწევ. ეს სხვა ქვეყანა ცოტა ფულია. როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება დუბაიში? ქართველების მიმართ დამოკიდებულება დუბაიში იყო, არის და მომავალშიც იქნება ძალიან კარგი. სადაც არ უნდა მივხვიდე, ყველა გეტყვის რომ საქართველოში ნამყოფი ვარ და ხაჭაპურის და ხინკალის სახელი ყველა მისის იმდენად პოპულარულია. ჩვენი კერძები რო არის პოპულარული, ესეთი არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენი კულტურა, ჩვენ რაც კულტურა გვაქვს, ესეთი კულტურა მეორე დედამიწის სულზე არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ხალხი ძალიან მოსწონთ, უყვართ, როგორც ვიზუალით, ისე გონებრივად და ჩაცმულობით. აი ერთმა ქართველმა რო გაიაროს აქ ამოდენა სავაჭრო ცენტრი ვარ. ეს არის ჩვენი კაფე. სულ ახლა ვარ, ხო როცა ვარ დუბაიში, ხო? სულ ამ მაგიდაზე ვზივარ, ამ მაგიდიდან ვაკეთებ ინტერვიუებს, ხო კაბინეტში მეზარება ჯდომა, ხო? უყურე როგორ არის. ჩვენნაირი ჭკვიანი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. რა საქმე გინდა რომ ქართულს არ გამოუვიდეს. და ეს თელმა მსოფლიო მიცის, რომ ჩვენ მაგრები ვარ, ჭკვიანები ვარ და ხაც დუბაიშიც ძალიან ბევრია ქართველები. ჩვენ ახლა დავიწყებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, რადგან დუბაიში ვარ, ძალიან მარე გავაცხადებთ, რომ გვექნება მათე ტური. საქართველოდან შემოვიყვანთ ტურისტებს და დუბაიდანაც საქართველოში წავიყვანთ ტურისტებს და ამას დაახლოებით 15-20 დღეში გავაკეთებთ. ჩვენ უკვე ამისთვის მოვიზიეთ რესურსები დუბაიში და ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანი. ცოდნე, განათლებული ადამიანი და ერთმა გამოგვიგზავნა თავისი CV და თითქმის დანიშნულია თითქმის აი ძალიან კარგი ბიჭია, თბილისში უსწავლია, თბილისში დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი, ლიცენზიები აღებული აქვს ტურისტული